Ყველას მოგესალმებით და გთავაზობ დღის განმავლობაში მოხდა შოუ-ბიზნესის საინტერესო ამბებს. ჯერ როგორც ყოველთვის ქართული სიახლეებით დავიწყოთ, შემდეგ კი უცხოეთის ამბებიც გავიგოთ. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ სტუდია მაესტროს წამყვანი ლუკა, რომელსაც საზოგადოება ძირითადად ტელე თუ რადიო ეთერიდან იცნობს, ის ასევე გახლავთ პირველი რადიოს მუსიკალური წამყვანი, პროფესიით მხატვარია და მისი სპეციალობაა გამოყენებითი გრაფიკა. თუმცა გამოფენა, რომელიც მან გალერეას სახლში მოაწყო, მისი გადაცემის შედეგი იყო, რადგან წარმოდგენილი ჰქონდა ფოტოსურათები. ეს ლუკას პირველი პერსონალური გამოფენა იყო, რომელიც მან გაზაფხულს მიუძღვნა და მაყურებელს საშუალება ჰქონდა ყვავილებისა და პეპლების მრავალსახეობა ლუკას თვალით დაენახა. აქ არის ძირითადად პეპლების და ყვავილების ფოტოები, ნაწილი გადაღებულია მთაში და ნაწილი გადაღებულია შვეიცარიაში, სადაც იყო ესეთი სპეციალური პეპლების ფერმა, ასე ვთქვათ, პაპილიორამა და ეს პეპლებიც, რომლებიც პრინციპში აქ ასეთი ჯიშები არც არსებობენ, გადაღებულია შვეიცარიაში. ბავშვობიდან ვიღებდი ბავშვობაში, მეთქი ბეჭდავდი კიდევაც და სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან მაქვს ხოლმე ფოტოაპარატი და ყველაფერს ვიღებ და ამჯერად გადავწყვიტე, რომ ისეთი ფოტოები გამომეფინა, რომლებიც ყველაზე მეტად შეეფერება გაზაფხულს და კარგ განწყობას და მოკლედ ფერადი გამოფენა ისეთი ლამაზი. ეკა კახიანმა თითქმის დაასრულა მუშაობა ზურა მახნიაშვილის ახალ სიმღერაზე, რომლის ჩაწერაც ასევე ზურა სტუდიაში მიმდინარეობს. ამ სიმღერის იდეა ასე წარმოიშვა. მართალი გითხრათ, ჩიკაგო ფილმის გავლენის ქვეშ ვიყავით იმ პერიოდში და ზურამ ეთქა დაანებე ხა ესეთ ლირიო სიმღერებს თავიო. შენ ჩაწერე ესეთ სიმღერა, როგორც უნდა იმღეროს თქვა მსახიობმა. და არა მომღერალმა. სადაც შეგიძლია რომ იმოძრაო, იცეკო, რაღაცა სათამაშოც იყოს და თან მithumetes ჩიკაგო მაშინ ახალი გამოსულიყო და საერთოდ ჩემი ოცნება რომ ვითამაშო მიუზიკლში. ზურა მახნიაშვილის აზრით, რომელიც ასევე არანჟირების ავტორი გახლავთ, ეს იქნება განსხვავებული ჟანრის სიმღერა ეკა კახიანის რეპერტუარში, რომელშიც ვოკალის გარდა გამოჩნდება მომღერლის სამსახიობო მონაცემებიც. ეხლა უბრალოდ ჩვენ შევეცადეთ რაღაც განსხვავებული ჟანრი გავკეთებინა, უფრო თეატრალიზებული, ასე ვიტყოდი, უფრო მიახლოებული იმ მიუზიკლის სტილში, იმ ჯაზური მუსიკისგან, რომელიც ხშირ შემთხვევაში აი მსახიობის და მუსიკის შეთანხმებაში ერთად გამომხატველობას მეტ საშუალებას იძლევა. ასეთ ჟანრთან მივედით საბოლოოდ და მივხვდით, რომ ეს უნდა ყოფილიყო ის ტიპიური მუსიკა, რომელიც ერთ-ერთ, ასე ვიტყოდი, ძირითად სახეს წარმოადგენდა მსახიობის და მომღერლის ერთდროულად. უსასრულო ღამეა და კარგული მთვარეა, მენატრები ძალზე ძალიან. ეს არ არის მაინც მასაზე დაწერილი სიმღერა, ეს არის უშუალოდ აი ეკას თქვათ, ასე ვიტყოდი, რომ სჭირდებოდა დაახლოებით ესეთი ტიპის სიმღერა, როგორც მსახიობს და ჯაზის სტილში დაწერილი სიმღერის ტექსტი, ისევე როგორც ეკას სხვა სიმღერებისა, ეკუთვნის უცნობს. და კიდევ ერთი, სტუდიაში ეკასთან ერთად მისი ქალიშვილი ნინი ბადურაშვილიც მუშაობს. ნინი მეხმარება როგორც ყოველთვის ბეკებში. სულ ჩემთან არის ყველა სიმღერაში თითქმის და ძალიან მილამაზებს სიმღერებს. ველი რომ არია, ძვიმა და ავდარია, გამინდიცხომ თითქოს თვალია. გალერეა შარდენში ზეიკო ანჯაფარიძის ტიხრული მინანქრის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ქალბატონმა ზეიკომ მინანქრის ამ უძველესი ხელოვნების ყველაზე გავრცელებულ სახეობაში, რომელსაც საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ საქართველოში, მუშაობა სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო და გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბოლო 2 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები. ჩემი ქალიშვილის დამსახურება, რომელმაც იცოდა, რომ მე რაღაც გარკვეული მიდრეკილებები მქონდა აქეთ და
მან მირჩია რომ ესწავლა და მე დავჯექი პატარა ბავშვების გვერდზე. ახალგაზრდა ერთი პერიოდი რაღაც გარკვეული დისკომფორტიც მქონდა, იმიტომ რომ ამ ბავშვებთან ერთად ვიჯექი, მაგრამ მე შემდეგ იმდენად გამიტაცა ამან რომ ამას უკვე ჩემზე ზეგავლენა არ მოუხდენია არანაირი. მინანქარი ძალიან მიყვარს, აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად ვადევნებ ხოლმე თვალყურს, ვიცი და მინახავს თითქმის ყველა ჩვენი შესანიშნავი ოსტატის ნამუშევარი და მე ძალიან სასიამოვნოდ ვარ გაკვირებული, იმიტომ რომ ზეიკო დედას ხელში ვარ გაზრდილები, ჩვენი მეგობრის დედა და ძალიან მიხარია, რომ აი ესეთი აღმოჩენაა ჩვენთვის.